მადლობა დიანა მოწვევისთვის. Რა თქმა უნდა, ამ ძალადობრივი აქტის შეფასებით და პასუხისმგებლობის აღებით უნდა დაწყებულიყო დღევანდელი დღე და ჩვენ მივუთითეთ მათ, რადგან ეგონათ, რომ არავინ მიუთითებდა და არავინ არ ეტყოდა ამას, ჩვენ მივუთითეთ, რომ ამ თემით უნდა დაწყებულიყო. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ თავისუფალი ტრიბუნაც საპარლამენტო ფორმატში, მოგვიანებით, როდესაც მოგვეცა საშუალება, სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც უნდა გაეცეს როგორც სამართლებრივი შეფასება, ასევე პოლიტიკური შეფასება. კი ბატონო, სამართლებრივი რამდენად, იმიტომ რომ ხელისუფლება ამბობს, რომ აი ნახეთ, ჩვენ ვირეაგირეთ. არის თუ არა ეს მართლზომიერი ქმედება? რა თქმა უნდა, არ არის. პირველ რიგში სამართლებრივი შეფასება ამ ძალადობრივ აქტს გაეცა, იმიტომ რომ კონკრეტულმა მოქალაქეებმა მოასწრეს, შეძლეს და გადაიღეს ეს კონკრეტული ფაქტი და შემდეგ გაავრცელეს. და კიდევ ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდნენ ეს მოქალაქეები, იმიტომ რომ ახლა სისტემა მუშაობს იმაზე, რომ როგორმე ჟურნალისტები არიან ისინი და თითქოს დღეს კობახიძე თქვა, რომ აი კარგია რომ კადრები არსებობდა, რაღაც ჩვენ რეაგირების შესაძლებლობა მოგვცა ამ კადრებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის მთავარი ამბავი, რომ ამ ადამიანებმა გადაიღეს და გაავრცელეს ეს ფაქტი. თუმცა რაქნან იმ მოქალაქეებმა, რომელთა მიმართაც არ მოხდა ესეთი გადაღებები, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ქმედება იყო ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის სისტემური პრობლემა. დღესდღეობით არ დარჩა უწყება, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევასაც აკლია რეაგირების ხარისხი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევასაც აკლია რეაგირება, რადგან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გორის პოლიციის უფროსმა, შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ რიგში. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ოცნებამ დააჯილდოვა მოძალადე პოლიციელები ღირსების ორდენებით. ეს არის კონკრეტულად იმის შედეგი, რომ დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა ქვეყანაში, რომ არ ისჯება ადამიანი ძალადობისთვის და ესეთ ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკება, რომელმაც გამოიწვია შემდეგ უკვე ესეთი ძალადობრივი აქტის განხორციელება პოლიციელების მხრიდან და ძალიან საინტერესო კადრები, უმძიმესი კადრებია პირველ რიგში, მაგრამ ძალიან საინტერესოა, არც ერთი ამ აქტში მონაწილე პოლიციელი არ სვავს შეკითხვას, რატომ ურტყავთ ამ მოქალაქეს, რატომ ვაგდებთ ასეთ დღეში. არც ერთს არ ეტყობა ის, რომ ის ცდილობს, რომ რაღაცნაირად შეცვალოს არსებული მოცემულობა. პირიქით გამეტებით ურტყავენ. ეს არ არის ექვსი პოლიცია. არავინ არ ცდილობს ამ ძალადობის მოქალაქის დახმარებას, როდესაც მთავარი ფუნქცია პოლიციელის არის ის, რომ მართლწესრიგზე იზრუნოს, ადამიანის უფლებებზე იზრუნოს. მე შეგახსენებ თქვენ, რომ 2018 წელს სწორედ ესეთი შემთხვევების საპრევენციოდ გიორგი გახარიას დროს შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც უნდა ყოფილიყო ეს კონკრეტულად ესეთი შემთხვევების პრევენცია, ესეთი შემთხვევების გამოძიება და რაც მთავარია დაზარალებულთა მხარდაჭერა. დღეს და ეს დეპარტამენტი ბოდიში დავასრულებ, ეს დეპარტამენტი ოცნებამ აქცია რეპრესიულ პოლიტიკურ იარაღად დღეს მათ ხელში, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ამ დეპარტამენტის ფუნქციაში შედის უკვე Facebook-ის სკროლვა და განსხვავებული აზრის დევნა. კი ბატონო, დღეს პაპუაშვილი გპასუხობდათ, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ამ თემაზე პასუხი იყო, რომ თქვენი ლიდერი კანონს მოექცეს შესაბამისად, ჩამოვიდეს და პოტენციური ბრალდებულია და გასცეს მართლმსაჯულებას პასუხი. ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი იმას, რომ თვითონ ის ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს და ბატონმა კობახიძემ, რომელმაც ჩამოიყვანა უმასპინძლა გავრილოვს საქართველოში, შემდეგ ჩასვა ის პარლამენტის ამ ისტორიულ სავარძელში, ის იყო მთავარი შემქმნელი 20 ივნისის და გიორგი გახარიამ დაიცვა სახელმწიფო შტურმისგან მაშინ. და დღეს, როდესაც გიორგი გახარია აღარ იცავს ოცნებას და აღარ იცავს სახელმწიფოს, ამიტომაც არის საქართველოს პარლამენტში ესეთი მდგომარეობა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებით არის გავსებული იქაურობა და შესაბამისად მოხდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა ძალოვანი სტრუქტურა, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდეს, უწყება აღარ დარჩა, რომელიც მუშაობს და იცავს ადამიანის უფლებებს. ეს არის დღევანდელი რეალობა. რეალობა არის ის, რომ განაცდა ოცნება
და განაცდა ოცნებაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ აი ეს მიდგომები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ადამიანების წინააღმდეგ 2012 წლამდე, ზუსტად იგივე მეთოდებით დღეს ოცნება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. თქვენ საპარლამენტო ბერკეტს ის შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ რაიმე სხვა ქმედებისთვის, თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრის დასაბარებლად ან ამ კონკრეტულ ამბავზე, ვთქვათ, რა შეიძლება გააკეთოთ საპარლამენტო ჩვენ დღეს ძალამ. უკვე გამოვიყენეთ ერთი ბერკეტი და ერთი ინსტრუმენტი, რომელიც იყო თავისუფალი ტრიბუნა და ჩემმა კოლეგებმა ამომწურავად ისაუბრეს, ამომწურავად განიხილეს ეს თემა და ამაზე იყო შელაპარაკება კონკრეტულად პარლამენტში. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ოცნების მხარდამჭერებს ვუთხრათ და ვაჩვენოთ ოცნების ნამდვილი სახე. იმიტომ რომ პარლამენტი სწორედ ამისთვის არის გამოყენებული ჩვენი მხრიდან, რომ ოცნების მხარდამჭერებმა, ოცნების ამომრჩევლებმა ნახონ, რას დაემსგავსა ოცნება. ის რომ ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან, ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს მთავრობას წარმოადგენენ და ეს არის ყველაზე ლუზერი სამთავრობო გუნდი მთელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში. აი ამ ადამიანებმა დაინახონ, რა არის დღეს ოცნება. ის რომ დღეს გამოიყენეთ კი, მაგრამ კიდევ აპირებთ თუ არა გამოყენებას. ბატონო დღეს რომ გამოიყენეთ რაღაც კონკრეტულისთვის გავიგე, მაგრამ თქვათ კიდე რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ნებისმიერ ინსტრუმენტს, ეს ინსტრუმენტები არის, როგორც საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეს ინსტრუმენტები არის ინტერპელაციის წესით დაბარება ადამიანების, კონკრეტულად შინაგან საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის ნებისმიერი მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს გუშინ მოხდა, ეს ძალადობრივი აქტი, ამის შემდეგ ჩვენ დღეს გამოვიყენეთ თავისუფალი ტრიბუნა, რა თქმა უნდა, კიდევ სხვა ინსტრუმენტებსაც გამოვიყენებთ. კი ბატონო, დღეს განათლების მინისტრი იყო პარლამენტში, თქვენ იყავით ერთ-ერთი სპიკერი, უბრალოდ ვინც კითხვას სვამდა და ქონდა გამოსვლა ამ თემაზე, რა შეგიძლიათ მოუყვეთ ჩვენ აუდიტორიას? ნუ პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ განათლების მინისტრი, რომელიც მოვიდა, ჩვენ დავუსვით მას 44 შეკითხვა, რომელშიც თითქმის ყველა თემა იყო, ეს მთავარი თემა იყო, რა თქმა უნდა, რეფორმა, იმიტომ რომ განათლების სისტემის მდგომარეობა არის გაუარესებული, იქიდან გამომდინარე, რომ აი ესეთი გაუაზრებელი ნაჩქარევი რეფორმა მიმდინარეობს განათლების სისტემაში. ნათლად გამოჩნდა, რომ ვერცერთ შეკითხვას მინისტრმა ვერ გასცა პასუხი ამომწურავად, ვერცერთ კონკრეტულ შეკითხვას ვერ გასცა პასუხი. აი მე შემიძლია დაგისახელოთ მაგალითად, შეკითხვები ეხებოდა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურას, სკოლების საკითხებს. ამაზეც ფაქტიურად თავი აირიდა, პასუხისმგებლობა არა იყო ამ მიმართულებაზე, მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მათი არის პრიორიტეტიზაცია სკოლების ნაწილში და ის, რომ ამდენი სკოლა არის დღესდღეობით დახურული და ვერ ხერხდება წლობით ამ შენობების აშენება, ეს რა თქმა უნდა მათი ფუნქცია არის. ასევე დაფინანსების მოდელზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის განათლების სისტემაში, დაფინანსების მოდელზე კონკრეტულ შეკითხვაზე, რა ჯდება ერთი სტუდენტის ფინანსური ნორმატივი, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ გასცა პასუხი. ასევე გითხრა, რომ დავდივარო შეხვედრებზე ყველგანო და განვიხილავთო ჩვენ ამ რეფორმას, რომ მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი კონსულტაციები უნდა ყოფილიყო კანონ პროექტის შემოტანამდე და არც ერთი ასეთი შეხვედრა არ ყოფილა მისი მხრიდან ჩატარებული. ახლა დადის და ატარებს პარტიულ შეხვედრებს, არც ერთი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, არც ერთი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი არ ესწრება ამ შეხვედრას, მხოლოდ და მხოლოდ პარტ-აქტივს ესაუბრება ეს ადამიანი აგრარული მიმართულების შესახებ ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან დიდი მიმართულება არის და დევნილი უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის შესახებ ვერცერთ შეკითხვას ვერ გასცა ამ ადამიანმა ამომწურავად და კონკრეტული შეკითხვები დაუსვი მას, დაზუსტება მოვითხოვე ერთწუთიანი, რომელსაც საერთოდ არ გასცა პასუხი. არ გასცა პასუხი ჩემი კოლეგის შეკითხვაზე, როდესაც მას ვკითხეთ, რომ თulis თუ არა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც დღეს დაკავებულები არიან ტროტუარზე დგომისთვის, რომლებსაც ლექციებზე უვარდებიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და აკავებენ პირდაპირ საუნივერსიტეტო სივრცეებში, როგორ მიაჩნია სწორია ეს თუ არა და თulis თუ არა ამ ადამიანებს დამნაშავებად. ამასაც თავი აარიდა ამ ადამიანმა.
არ უპასუხა. მე ასევე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ სამართალდამცავი უწყებებიო, ასეთი იყო მისი კომენტარი. იქ კითხვა გქონდა თქვენ ასევე ადეიშვილის მოადგილეობაზე და მართალია მე მგონი ზაზათავაძე აღარ არის თქვენს გუნდში, მაგრამ მისი პასუხი იყო, რომ თქვენს თანაგუნდელიც იყო ადეიშვილთან დაკავშირებული პირი. რა თქმა უნდა, თუმცა პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ყველა მეთოდი, ბატონი მიქანაძის მეთოდები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს, ციხეების უფროსად მუშაობის დროს მისი მხრიდან იყო გამოყენებული, გადმოტანილი აქვს განათლების სისტემაში, ზუსტად ასეთივე რეპრესიებით ცდილობს ამ ძალაუფლების შენარჩუნებას, იმ ყველაფრის გატარებას, რასაც გეგმავს ოცნება აი ამ ოთახებში, იმიტომ რომ არც ერთი ექსპერტი არ არსებობს, რომელიც მწვანეს უნთებს ამ რეფორმას. არც ერთი კვლევა არ აქვთ, რომელშიც წერია, გაანალიზებულია რისკები ამ რეფორმასთან დაკავშირებით, დანახულია შედეგები, რას მოგვიტანს ეს რეფორმა და აი ბრტყელი მსოფლიო ბანკის 2021 წლის კვლევიდან გადმოღებული wording-ის დონეზე მობძანდა, გადმოტანილი ქონდა, დაკოპირებული ქონდა ეს ტექსტები და მაღალფარდოვანი სიტყვებით გვესაუბრა მაშინ, როდესაც სტუდენტების გასაჭირი მას არ აქვს დანახული ის, რომ ყველაზე მეტად მათ სოციალური მდგომარეობა აწუხებთ, ყველაზე მეტად მათ უჭირთ დღეს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მათ უწევთ განათლების მიღებისთვის თანხის გადახდა და ამისთვის ღამეების თენება, რომ გადაიხადონ ეს თანხები და ეს სოციალური საკითხი მას არ აქვს დანახული, აქციაზეც მინდა კითხოთ 26 მაისის აქციაზე, ეს არ იყო თქვენი ღონისძიება, გასაგებია, თქვენ არც ესწრებოდით, თქვით რომ ეს ალიანსის შეკრება და იქ თქვენ თავს ვერ ხედავდით, მაგრამ მაინც რა გაჩვენათ ამ დღემ არის საინტერესო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები შეიკრიბნენ, თუმცა ჩვენთვის მიუღებელი იყო ეს აქცია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთვლიდით, რომ და ვთვლით ასევე, რომ 26 მაისი და სხვა ესეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეები გამოყენებული უნდა იყოს ერთიანობისთვის, გამოყენებული უნდა იყოს არა მოქალაქეთა დაყოფისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში ოცნების მთავარი საზრუნავი და მთავარი სურვილი არის სწორედ ეს დაყოფა, შესაბამისად რადიკალიზაციის პროცესი, რომელიც არის დღესდღეობით ქვეყანაში და რომლის შემქმნელიც არის ოცნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ აქციაზე არ ვიყავით წარმოდგენილები, ჩვენ ბრძოლის ხერხად არჩეული გვაქვს საპარლამენტო მუშაობა და შესაბამისად ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ საპარლამენტო ფორმატში, დღესაც ნახეთ ჩვენს მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიყავით ამ აქციაზე. კი ბატონო, ცოტა ხნის წინ თია წულუკიანმა ასეთი რამ თქვა, მინდა რომ მაყურებელს წაუკითხო. მინდა ყველა პოლიციელს მივმართო, რომ ვინც კანონის დაცვით გვიცავს ასეთი 99%-ზე მეტია და გვაძლევს დაცულობის განცდას, მოუწოდო სიფრთხილისკენ, თქვენ ყავთ მტრები, ჩასაფრებულები და მათი აზრით თქვენ უნდა დაზიანდეთ. გაუხარდათ გუში რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ 6 პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო და ყველა პოლიციელს ვთხოვ, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ასეთია მისი განცხადება, როგორც ჩანს პარლამენტში დღეს ცოტა მოგვიანებით გააკეთა. რა თქმა უნდა, ყველა ხერხით ცდილობენ, რომ დაანახონ ადამიანებს, რომ ეს არ არის მათი დამსახურება, ეს არის პირველ რიგში გუშინდელი ეს ორგანიზებული დანაშაული, ეს არის ოცნების ბრალი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ სურთ 6 ადამიანზე გადაატარონ ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამოუვათ. პირველ რიგში ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის იმის შედეგი, რომ მათ არ დასაჯეს არც ერთი დამნაშავე მოძალადე პოლიციელი, რომელმაც დაასახიჩრა ჩვენს ქალაქში 2024-25 წლებში მოქალაქეები აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი. არც ერთი დამნაშავე არ დასჯილა, გამოძიებაც არ დაწყებულა და ის მოძალადეები დააჯილდოვეს ღირსების ორდენებით. მადლობა, ტატა ხვედელიანი პასუხობდა ჩვენ კითხვებს, მაყურებელს ვეუბნებთ.